პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა შემთხვევის ადგილზე იმყოფება, სადაც მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობა. დღის სხვა სიახლეებს გაგაცნობთ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას უსმენს. როგორც ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა პროცესის დაწყებამდე განაცხადეს, ისინი დღეს შეეცდებიან მოსამართლე ბრალდების მხარის მტკიცებულებების უსაფუძვლობაში დაარწმუნონ. ახალაიას საქმის დასკვნითი პროცესი დღეს საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. საქალაქო სასამართლოსთან წინააღმდეგობრივი მოძრაობისა და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ლევან ჩუგოშვილი მუშაობს საქალაქო სასამართლოსთან. ლევან, რა მოთხოვნები ჰქონდათ აქციის მონაწილეებს? თორნიკე, აქცია საქალაქო სასამართლოსთან ცოტა ხნის წინ უკვე დასრულდა. რაც შეეხება მოთხოვნებს, აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ბაჩო ახალაიას ჩადენილი აქვს არაერთი დანაშაული მინისტრობის პერიოდში. აქედან გამომდინარე, ისინი ითხოვდნენ, რომ ახალაიამ კანონის წინაშე აგოს პასუხი. თავდაპირველად აქცია მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოს ეზოს გარეთ, დაახლოებით იმ ტერიტორიაზე, სადაც ამ დროისათვის მე ვიმყოფები, ოღონდ უკვე მოგვიანებით აქციის მონაწილეები შევიდნენ საქალაქო სასამართლოს ეზოში, იმის მიუხედავად, რომ კანონის მიხედვით სასამართლოს ეზოში იკრძალება როგორც საპროტესტო აქციის გამართვა, ასევე ტრანსპარენტებით შესვლა. ამის მიუხედავად არანაირი წინააღმდეგობა არც სამართალდამცავებს და არც მანდატური სამსახურს არ გაუწევია აქციის მონაწილეებისათვის. შესაბამისად, ისინი შევიდნენ საქალაქო სასამართლოს ეზოში და რამდენიმე წუთის განმავლობაში მართავდნენ საპროტესტო აქციას. ამის შემდეგ უკვე აქციის მონაწილეებას სიმბოლურად სასამართლოს ეზოში დატოვეს წითელი ხელთათმანები და მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. უბრალოდ არ ვითხოვთ მართლმსაჯულების აღდგენას, მოვითხოვთ ამას, იმიტომ რომ ნავთლუღის სპეცოპერაცია ეს არ იყო უბრალოდ სპეცოპერაცია. ადგილი ჰქონდა სამი უდანაშაულო ახალგაზრდის მკვლელობას, ასევე იმავე დღეს ადგილი ჰქონდა პატიმართა წამებას. შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ თვითონ საქმის განხილველი მოსამართლე არის კუბლაშვილის ახლო ნათესავი და შიში გვაქვს იმისა, რომ გარკვეული ზეწოლა არ მოხდეს სასამართლოზე. ეს არის გარკვეული პრევენცია, გარკვეულწილად გაფრთხილება სასამართლოს და უშუალოდ კუბლაშვილის მიმართ, რომ მათ გამოიტანონ ობიექტური გადაწყვეტილება. მკვლელმა ახალაიამ და მისმა თანამზრახველებმა ესე გაწირეს და ესე აბსოლუტურად ტყუილად დახოცეს გასამრავლებელი ახალგაზრდა ბიჭები. მოვედი იმიტომ, რომ მოსამართლემ გამოიტანოს დღეს იქნება თუ შემდეგ იქნება სხვა სასამართლოზე სამართლიანი განაჩენი. ნავთლუღის სპეცოპერაციის ხმაურიან საქმეზე დღეს სასამართლოში მიმდინარეობს დასკვნითი სასამართლო პროცესი. ეს არის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისათვის განკუთვნილი პროცესი. დღეს დაცვის მხარემ უნდა წარმოთქვას დასკვნითი სიტყვა. ცნობილია, რომ პროცესის ბოლოს უკვე საკუთარი განცხადების გაკეთებას გეგმავს თავად ბაჩო ახალაია და ის შეაჯამებს იმ პროცესების მიმდინარეობას, რაც ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს უკავშირდება. მადლობა ლევან. ლევან ჩუგოშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში საქალაქო სასამართლოს